Ძვირფასო გამომწერებო, ვაგრძელებთ სამუშაოებს. Როგორც წინა ვიდეოში ნახეთ, გავიტანეთ და დავახარისხეთ ხის მასალა და ნივთები. ამჯერად ვასუფთავებთ იატაკს. ეს ოთახი რამდენიმე ათეული წელი იყო ჩაკეტილი. შესაბამისად, ყველა ეს ჭუჭყი დროთა განმავლობაში ნადები მტვერია. გვაინტერესებდა იატაკის მდგომარეობა და ამიტომ სულ უკეთ უმეტესად წყლით გავწმინდეთ. საკმაოდ მძიმე სამუშაო გამოდგა, იმიტომ რომ არ გვინდოდა ძალიან დასველება იატაკის და მექანიკურად დაზიანება ხის. ვინც არ იცნობთ, ეს ანაა ჩვენი დიდი გულშემატკივარი და მარჯვენა ხელი. ყველა აქტივობაში საკუთარი სურვილით ერთვებ. ამასობაში დავასუფთავეთ, დავთვალეთ და შევკარეთ საპანელე მასალა, რომელსაც მამა ჩვენი გააახლებს და გამოვიყენებთ კედლებისთვის. ეს მასალა ბაბუა ჩვენმა ბევრი წლის წინ დაამზადა ზუსტად ამ ოთახისთვის. ვისაც წინა ვიდეო არ გინახავთ, შეგიძლიათ გადავლოთ თვალი. აი ეს კი ამ დღის ყველაზე მძიმე და რთული საქმე აღმოჩნდა. მე და ჩემმა დამ პირველი სართულიდან დაყოვნებებით და ერთმანეთის გამხნევებით მოვიტანეთ აქამდე. ეს არის ბუხარი ხუმელის გამფუთვა თქვენთან ერთად, რომელიც შევიძინეთ დომინოში. ორი ცალი გვაქვს ასეთი, დიზაინი მოგწონს და იმედია მალე გამოვცდით თუ როგორ გაათბობს ჩვენს ოთახს. ჯერჯერობით ასე გამოიყურება იატაკი. ეს არის საძინებლებამდე მისასვლელი საერთო სივრცე. რომ იცოდეთ აქ რა სუნელი ტრიალებს, ხის საოცარი სუნი დგას ოთახში. დაგველოდეთ და შემდეგ ვიდეოში კიდევ უფრო საინტერესო პროცესს გაჩვენებთ.